მოგესალმებით შემოკარგებო, ეს ვიდეო არის ერთ გოგონამ დამისვა შეკითხვა, გამომიგზავნა თავის დაბადების თარიღი და მთხოვა რომ მისთვის მოკლედ გამერჩია, თუ სად არის მისი რეალიზება და მასშტაბი. დარიჯანი არის 37 წლის ახლა, არის დაბადებული 14 დეკემბერს 1988 წელს და ის მუშაობს საკმაოდ წარმატებულად ბანკში, მაგრამ არ უყვარს თავისი სამსახური, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმატებას მიაღწია და ვერ გრძნობს თავს ჰარმონიულად იმაში, რასაც აკეთებს და რატომ აგიხსნით. საერთოდ 14 ენერგია, ამასთან ერთად, რომ არ გამომრჩეს, ის არის დაკავებული ასევე აკეთებს ძალიან საინტერესო ხელნაკეთ ნივთებს, კერძოდ მუშაობს თუ არ ვცდები თაბაშირზე და კიდევ რაღაც და ამასთან ერთად მუშაობს ის ბანკში. და რამიდან რომ გითხრათ, საერთოდ 14 ენერგია, ეს არის ხუთიანი მასწავლებლის ენერგია და მისი პოტენციალი საიდან უნდა განვითარდეს აუცილებლად კრეატივი. ამ შემთხვევაში მისთვის აუცილებელია, რომ მან ის ნიჭი, კრეატიული ნიჭი, რაც მას აქვს, სხვებს ასწავლოს. ანუ ის უნდა იყოს აუცილებლად კოუჩი და კონდეს საკუთარი ბიზნესი. ეს შეიძლება იყოს საკუთარი სკოლა, რასაც და ამაში ჩადოს მთელი თავისი დრო და პოტენციალი. იმის გამო, რომ ის ასრულებს ორ სამუშაოს ერთად, მისი დრო იყოფა და მისი გონება იფანტება. ამიტომ ვერ ახერხებს კონცენტრირებას ერთზე და ამიტომ არის, რომ მისი საქმე არ გამოდის. ის რადგან ხუთიანია, ანუ მე-14 ენერგიას ხუთიანია, ნებისმიერ საქმეში გამოიმუშავებს ფულს, ნებისმიერ საქმეში შეუძლია რომ იყოს წარმატებული, მაგრამ აი ეს მასშტაბი, რისი მიღწევაც მას უნდა, ამას ვერ შეძლებს. რადგან მოწოდებით ის არის მასწავლებელი და კერძოდ მისი პოტენციალი იხსნება, როდესაც მიდის ის კრეატივში და როდესაც ხსნის ნიჭს ხელში. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად უნდა დაკავდეს ამით სრულფასოვნად, უნდა გახსნას თავისი სკოლა, სადაც შეძლებს თავისი ნიჭის გადაცემას და ამით მოუტანს სიკეთეს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებს. იმედია ეს ვიდეო გამოგადგებათ თქვენთვისაც. თუ გაინტერესებთ თქვენი დაბადების თარიღის გარჩევა, თუ სად არის თქვენი მასშტაბი, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში და ავირჩევ ერთ თარიღს და ყოველდღე გაგირჩევთ. გემშვიდობებით!